გზავრობა რატო გაძვირდა, რამ გამოიწვია, ანუ საწვავი გაძვირდა. თითქმის 4.50-ზე არის ასული დიზელის საწვავი. ამას გარდა პროდუქტები ძვირდება, თქვენც აღნიშნეთ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, პროდუქტებიც პირდაპირ დამოკიდებულია საწვავის გაძვირებაზე, იმიტომ რომ დისტრიბუცია ხდება რა თქმა უნდა საწვავით, ხო? მანქანაში თუ არ ჩაასხი საწვავი, ისე მაღაზიამდე და ქალაქიდან სოფლამდე ვერ მიიტანენ ვერაფერს. ეს ყველაფერი გამოიწვია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, ეს არის ირანში კრიზისი, ომი მიმდინარეობს, მაგრამ ქართულ ოცნებას მარტივად შეუძლია, აი ამ წამსვე ლარი და 55-ით გააიაფოს საწვავი. აქციზის გადასახადი არის ხელოვნურად გაზრდილი. ლარი და 55 მიდის ქართული ოცნების ჯიბეში. და შემდეგ ისინი უკვე პრემიებს და დანამატებს მივლინების ხარჯებს აი აქედან ფარავენ. რაც შეეხება ეხლა ზღოლმა რომ გააძვირა გზავრობა 5 ლარი რომ ღირდა და 7 გახადა. თუ ვინმეს გონია რომ ეს მძღოლის ბრალია, მაშინ მინდა კარგად მოისმინონ ეხლა რასაც ვიტყვი. მანქანას სჭირდება საწვავი. მანქანას სჭირდება ცვეთადი ნაწილები. აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება, როდესაც საწვავი არის ძვირი. შესაბამისად, პრეტენზია თქვენ არა მძღოლებზე, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით უნდა გქონდეთ. ვინც ვალდებულია ქვეყანაში ფასები დაარეგულიროს. ფასების კომისია რომ შეიქმნა და 3 თვე იკვლევდნენ და ვერაფერი ვერ გამოიკულიეს. გარდა იმისა, რომ თურმე ყველას ბრალია ეს ყველაფერი გარდა ქართული ოცნების წევრებისა, აი ეგ არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არის ამ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა, რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს, როგორც ოპოზიციურ პარტიებში და მათ ლიდერებში, ისე არ არსებობს ქართული ოცნების რიგებში. მათ პასუხისმგებლობა არავისთან არ აქვს, იმიტომ რომ არავის არ აურჩევია. არავინ არ ყოფილა თანამონაწილე ამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოყვანისა. მხოლოდ კრიმინალებმა მოიყვანეს, გამყალბებლებმა მოიყვანეს და შესაბამისად ანგარიშვალდებული როგორ შეიძლება კრიმინალებთან იყვნენ, ხო? თუმცა მათაც ძალიან კარგ პირობებში ამყოფებენ, ტენდერები მათია, ნარკომანები არიან, ისინი პატიობენ ყველაფერს, ყველა სამართლებრივ გადაცდომას და შოულობენ ერთად ფულს. დანარჩენი საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 95% არის ღარიბი. ეხლა დასვან კითხვა, რატო არიან ღარიბები და მიხვდებიან. რაც აირჩიეს, ზუსტად ის არის.